სოციალური შფოთვა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შფოთვითი ტიპის დარღვევა, როცა ადამიანს სჯერა, რომ სხვები მას ნეგატიურად აფასებენ, რაც იწვევს სხვადასხვა სოციალურ სიტუაციასთან დაკავშირებულ ძლიერ შემაწუხებელ ტანჯველ შფოთვას. ადამიანს ამ დროს აქვს განცდა, რომ მას აკვირდებიან, აკრიტიკებენ და თუ შეუსაბამოდ მოიქცევა, ამას შეიძლება მოყვეს რაღაც კატასტროფული შედეგი. მაგალითად, შეიძლება გახდეს გარიყვის, ან დაცინვის მსხვერპლი და მან დაკარგოს რაღაცა, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება ეს არის უარყოფის, ასე ვთქვათ, შიში სხვების მხრიდან. როგორც წესი, უფრო მეტად მწვავედ ვლინდება სოციალური შფოთვა სხვების თანდასწრებით, როცა გვიწევს სხვების თანდასწრებით რაიმეს, ასე ვთქვათ, შესრულება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად კვება, ასევე საკუთარი აზრის დაფიქსირება. ადამიანის ცხოვრებაში შფოთვას ადგილი აქვს არა მხოლოდ უშუალოდ სოციალურ სიტუაციაში ყოფნისას, არამედ მის დაწყებამდეც და დასრულების შემდგომაც. ზოგჯერ რამდენიმე კვირით ადრეც კი იწყებს ამაზე ფიქრს და შესაბამისად ახლავს ამას თავისი შფოთვითი სიმპტომები. ასევე იმდენად შემაწუხებელი შეიძლება იყოს ეს შფოთვა, რომ გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე, ფუნქციონირებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ჰობის შერჩევისას თუ პროფესიული საქმიანობის შერჩევაზე. როგორც წესი, პირველად სოციალური შფოთვა ადრეული მოზარდობის პერიოდში ვლინდება, რომელიც შეიძლება უფრო ნაკლებად ინტენსიური იყოს და მხოლოდ ერთ სოციალურ სიტუაციაში კონდეს ადგილი, თუმცა სათანადო ჩარევის არ შემთხვევაში შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს და განზოგადეს სხვა სოციალურ სიტუაციებისას. ამიტომაც ითვლება, რომ ადრეული დიაგნოსტირება და ჩარევა არის ძალიან მნიშვნელოვანი კარგი შედეგის მიღწევისთვის. ასევე თერაპიული ჩარევა ითვლება ძალიან ეფექტიანად, ვინაიდან ადამიანს ეხმარება გააცნობიეროს მისი მდგომარეობა, სოციალური შფოთვის გამომწვევი ფაქტორები, დაიწყოს, ესე ვთქვათ, თუ რა ნეგატიური აზრები უსწრებს წინ აი ამ ყველაფერს, თუ არ მოხდა ჩარევა და დროული, ასე ვთქვათ, დიაგნოსტირება, შეიძლება ეს შფოთვა მეტად ინტენსიური გახდეს და სხვადასხვა სიტუაციებზე განზოგადდეს.